საუკეთესო საშუალება შენ სისხლში შაქრის დონის კონტროლისათვის. იცოდი რომ შენი კუნთები შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი იარაღი შაქრის წინააღმდეგ. ადამიანების უმეტესობას გონია რომ ჩვენი კუნთები მხოლოდ და მხოლოდ გარეგნობისთვის არის. მაგრამ სინამდვილეში შენი კუნთები შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მექანიზმი სისხლში შაქრის პრობლემების წინააღმდეგ. როდესაც საკვებს ვიღებთ, განსაკუთრებით ნახშირ წყლებს, ისინი უმეტესად იშლებიან გლუკოზად, რასაც ხალხი ხშირ შემთხვევაში პირდაპირ შაქარს უწოდებს. ეს გლუკოზა გადადის სისხლში და ორგანიზმს სჭირდება მისი ტრანსპორტირება უჯრედში, რომ ენერგიად გარდაქმნას. Aki ერთ-ერთი ყველაზე მთავარი როლი სწორედ კუნთებს უკავია. საქმე იმაშია, რომ კუნთი ჩვენს ორგანიზმში გლუკოზის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომხმარებელია. როდესაც კუნთი აქტიურია და სისტემატიურად ვარჯიშობ, ჩვენი კუნთის უჯრედები უფრო აქტიურად იღებენ სისხლიდან გლუკოზას. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ცილა სახელად GLUT4-ია. საქმე იმაშია, რომ ვარჯიში ხელს უწყობს GLUT4-ის აქტივაციას, ხოლო თავის მხრივ GLUT4 კუნთებს ეხმარება გლუკოზის მიღებაში. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც ადამიანი წლების განმავლობაში ნაკლებს მოძრაობს, კარგავს დიდი რაოდენობით კუნთურ მასად და ორგანიზმი ნაკლებად მგრძნობიარე ხდება ინსულინის მიმართ. ამ მდგომარეობას კი ინსულინ რეზისტენტობა ეწოდება, როდესაც ინსულინი ვეღარ მუშაობს ისე ეფექტურად, როგორც ადრე. ამიტომაც ძალოვანი ვარჯიშების და კუნთური მასის შენარჩუნება მხოლოდ ვიზუალისთვის არ არის. ეს არის მეტაბოლური ჯანმრთელობის დაცვაც. ასე რომ კუნთის აშენებით შენ მხოლოდ სხეულს არ ცვლი. შენ ქმნი ქსოვილს, რომელიც ყოველდღიურად გეხმარება გლუკოზის მართვაში. შესაბამისად, არც დიეტა, არც რაიმე წამლები, არამედ კუნთოვანი მასა არის